მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები უნგრეთში, ბუდაპეშტის აეროპორტში და დღევანდელი ჩვენი გეგმა არის რომ ჩავიდეთ ხორვატიაში, სპლიტში. სპლიტამდე მიწერს ეხლა 780 კილომეტრს და საათი ჭირდება 7 საათი და 23 წუთი დაახლოებით გზაში. ვიქირავეთ ავტომობილი, აი ეს ავტომობილი არის ჩემს უკან, არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს. დაგათვალიერებინებ ზუსტად როგორი ავტომობილია გაჩვენეთ, ერთი ციცხნე პატარა მანქანა არის და გზაში მე მგონი ძალიან გავერთობით, ძალიან ვიხალისებთ და ვნახოთ რა დრო დაგვჭირდება რეალურად სპლიტამდე. აი ეს მოპუსკული ავტომობილი ვიქირავეთ. ისე არც ისე პატარა ჩანს, მაგრამ შიგნიდან რავი ძალიან პატარა არის. მოკლედ ახლა გავემგზავრებით პირდაპირ ხორვატიისკენ. აბა, წავედით. საკმაოდ კომფორტული მანქანაა, ერთი შეხედვით როგორიც ჩანდა, იგი მასეთ საერთოდ არ აღმოჩნდა. ეხლა გზაზე რო გამოვედით და დავდივართ, ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს, პატარა სივრცეც არ არის და სიჩქარეც არ იგრძნობა. გზა საკმაოდ კარგია, გაჩვენებთ ეხლა როგორი გზებია და ძალიან სასიამოვნოდ მივდივართ, მოკლედ მივემართებით ხორვატიისკენ. ოპელის კვალობაზე საკმაოდ კარგად გამოიყურება, ძალიან საინტერესო და ლამაზი საჭი აქვს. სალონიც საკმაოდ კარგია და ესეთ გზაზე მშვიდად წყნარად მივემართებით. ესე დადიანე ალბათ ეხლა ლადო და დავით, ხო? ჩემ წინ მიდიან, მოგზაურობენ ბიჭები. აი ერთი სული მაქვს, მეც როდის გავემზადები და წავალ ეს. ამასობაში 4-ის ნახევარია, უახლოვდებით უკვე ხორვატიის საზღვარს, ძალიან ახლოს ვართ და ძალიან მალე გადავკვეთთ უკვე საზღვარს. როგორც იცით, პირდაპირ გადადიხარ ხორვატიაში, არ არის აქ საზღვარი და არ გჭირდება პასპორტის შემოწმება და ასე შემდეგ. ძალიან ახლოს ვარ და ეხლა გაჩვენებთ გზიდან თუ როდის გადავკვეთთ უკვე ხორვატიის ხაზს. და შევედით ხორვატიაში. უკვე ხორვატიაში ვიმყოფებით, წავედით ახლა ჯერ ზაგრებში და შემდეგ ჩავდივართ სპლიტში. ეხლა მივადექით ფასიან გზას, ხორვატიაში შემოვედით თუ არა პირველივე წუთებზე შეგვხვდა ეს გადასახადი და ჯერ არ ვიცი რამდენი მოხდა გადასახადი, ეხლა გავაკოთ ყველაფერს. ანუ ეხლა რო გავჩერდით, მოგვს აი ესეთი ბარათი და რა უნდა გადავიხადოთ, სად უნდა გადავიხადოთ, როგორ უნდა გადავიხადოთ, ჯერ არაფერი არ ვიცი. გადავხედავ და გავიგებთ, რამდენი გვექნება გადასახადი. დაახლოებით 150 კილომეტრის გავლის შემდეგ შეგვხვდა კიდევ ასეთი შლაგბაუმი და მანდ უკვე ეს ბარათი მივეცით, რაც პირველ შლაგბაუმზე ავიღეთ და გამოგვივიდა 6 ევრო და 40 ცენტი ამ გზის გადასახადი, მაგრამ ნამდვილად ღირდა, იმიტომ რომ ნახეთ უფასო გზა ბევრად გვიზრდი და ჩასვლის დროს დაახლოებით საათნახევარი, 2 საათით უფრო მეტი დრო გვიწევდა და რა თქმა უნდა 2 საათის დაზოგვის გამო 6 ევრო კი არა, უფრო მეტსაც გადაიხდეს ადამიანი. გზას რაც შეეხება, უნგრეთში ბევრად კაი გზა იყო ვიდრე ხორვატიაში. მაგრამ ცუდი ნამდვილად ამ საშუალო 130 კმ/სთ სიჩქარე არის შეზღუდვა და 120-დან 130 კმ/სთ სიჩქარით დავდივართ. მალე ჩავალ თქვა. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ვართ ახლა და პირველად შთაბეჭდილება რაც დამრჩა არის ის რომ აქ ჩამოსვლა აღარ მინდა მეძე. ჯერ ის რომ სულ რემონტია, მთელი ქალაქი რემონტდება, ყველგან მშენებლობა მიდის, ყველგან რემონტი მიდის, სამშენებლო მასალებია ყველგან, აი ძალიან სიბინძურე იყო. ნუ ჩვენ სადაც ვიყავით, მაგრამ ადგილზე მაქვს საუბარი. მე ყველაზე ცუდი რაც იყო არის ის რომ მე მგონი ყოველ 100 მეტრში თუ 200 მეტრში ერთხელ არის შუქნიშანი და ყველა შუქნიშანზე წითელი დაგვემთხვა. 1 კილომეტრს გავდიოდით, მე მგონი 40 წუთის განმავლობაში, ძალიან დავიღალეთ, ძალიან დავიტანჯეთ. მანქანა ხო საერთოდ ვერსად ვერ გავაჩერეთ, პარკინგზე ადგილი არ იყო არსად. ცალკე საპარკინგი ადგილი ვნახეთ, ჩავიყვანეთ, დავტოვეთ მანქანა და აი ცოტა ფეხით უნდა გავიაროთ, თორემ სკამის ფორმა გვაქვს უკვე მიღებული.
ეხლა ცოტას დავისვენებთ, შევჭამთ, ცოტა ფეხი გავშალოთ, თორე 4 თუ მე-5 საათია უკვე მანქანით მოვდივართ. და რომ მეგონა მალე ჩავიდოდით, ერთი ამდენი კიდე დაგვრჩა. ჩვენთვის ძალიან ნეგატიური ქალაქის მერე ძალიან პოზიტიური ადგილი ვიპოვეთ და ძალიან მოგვეწონა ეს გარემო. ეხლა ველოდებით საჭმელებს, მაგასაც გაჩვენებთ როგორ იქნება და გაგიზიარებთ. გემოც თუ ისეთი კარგი იქნება, როგორიც გარემოა, ძალიან მაგარი გამოვა. რა სილამაზეა, უბრალოდ ამას შეხედეთ და გემოც იმედია ისეთი კარგი იქნება, როგორც ვიზუალი. ერთ სული მაქვს, ეხლა დავაგემოვნო. სინჯოთ თქვენ გაიყავით. თქვენ ხოთი სინჯავთ. ოკეი. ჩეკე. აი ძალიან მაგარია. ალმაყია. ბილია. მარტო არ ველოდი ესეთ გემრიელს იქნებოდა. როგორც წესი Google-ში ვიხარ დაირები. ძალიან კაია. კაია ხოლმე. ეგ არის მოდი, ხო? აქ თუ მოხდებით, აუცილებლად გასინჯეთ. ჩემი დიდი რეკომენდაცია. ზოგადად ძალიან გურმანი ადამიანი ვარ და რაღაც კერძი ძალიან თუ არ მომეწონა, არ ვამოხმე რომ კარგია. დღეს დავაგემოვნე ეხლა 3-ვე კერძი და აი მართლა საოცარია, ძალიან მომეწონა. და ზაგრებში ვინც ხართ, ან ვინც აპირებთ მოხვედრას, ამ ადგილის ლოკაციას აღწერაში დავდებ და აი უბრალოდ შემოიარეთ, დააგემოვნეთ და მითხარით როგორ მოგეწონებათ, იმიტომ რომ ესეთი გემრიელი კერძები, აი ძალიან დიდი ხანი არ მიჭამენ. აი მართლა ძალიან მაგარია. აი ასეთი გარემოა, მშვიდი წყნარი პატარა სივრცე, როკ მუსიკა ჩართული და უგემრიელესი საჭმელი. აი ესე გამოიყურება გარედან მარტივად რომ მიაგნოთ. აი აქ აწერია მისამართი სადღაცას და ესე იგი ჯური სიცე ულიცა 2A. გუშინ საქართველოს დროით 11 საათზე გამოვედით თბილისიდან, მას შემდეგ გზაში ვართ. ეხლა საქართველოს დროით უკვე 11 საათია. 24 საათის განმავლობაში გზაში ვართ და 24 საათის განმავლობაში არ გვძინებია. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი ამხელა გზად, რომ ამდენი გველო იმის გამო რომ გვენახა ეს ყველაფერი. ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია, რომ ჩავალ, დაგათვალიერებინებთ ყველაფერს და თქვენ გადაწყვიტეთ, ღირდა თუ არა 24 საათის განმავლობაში უძილობა და მგზავრობა. ჯერ კიდე არ მივსულვართ, კიდე რაღაც დრო დაგვრჩა და რამდენი გამოვა ჯამში არ ვიცი და იმედია რომ მივალთ 2 დღე არ გვეძინება მე. 2 დღე თუ გადავაბით ძილ, მასზე თუ გავიღვიძეთ ჩვენი ბრალი არა. წამში მოვიდით ახლა ბინაში, თბილისის დროით პირველი საათია, ღამის პირველი საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 საათია, რაც სახლიდან ვერ გამოსული და 26 საათის განმავლობაში არ დაგვეძინია. გზაში ვიყავთ მთელი ამ დროის განმავლობაში. ეხლა მოწესრიგდებით, წყალს გადავლებთ, დავწოვით, კი გახდება 27 საათი და ხვალიდან უკვე გაჩვენებთ იმ ხედებს, რის გამოც მოვდიოდი და ღირდა თუ არა 27 საათიანი მგზავრობა ამ ყველაფრისთვის. გუშინ ღამე რომ მკვდრებით დაგვეძინებოდა, კი მიხვდებოდით მაგას და დღეს დილით გამოვედით უკვე ქალაქის დათვალიერება დავიწყეთ. ეხლა ვიმყოფებით ადგილას, სადაც არის გოთის რაღაც ადგილები გადაღებული და ცოტა ხანში ეხლა დრონს ავაფრენ და ზედ ხედს გაჩვენებთ, როგორი კადრებია. ხოლო ეხლა სადაც დავდივარ, მაგასაც შეგათვალიერებინებთ. ძალიან ლამაზია მომწოს აქაურობა ჯერჯერობით. ჯერ ეხლა დავიწყეთ და ვნახოთ წინ ბევრი რამ გველოდება.
რა ნაპორით მოდის შეხედეთ და რა უჭირავს ხელში. თითი ყოფ. თელ ხორვატიაში მშენებლობა და რემონტი რანაირად მიდის. ძალიან ლამაზი ხო აქაურობა, ყველაფერი ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი ნაგებობაა და ესეთი ვიწრო ადგილებია, ვიწრო გასასვლელებია ძალიან და სიგრილე სინარჩუნებს ძალიან მაგრად. გარეთ იწვის ისე ცხელა, ყველაფერი მზე რო აჭერს, მაგრამ ვიწრო და მაღალი როა მზე კარგად ვერ ანათებს აქ და კაი ტემპერატურაა ძალიან მომწონს. ეს კადრები ქოთის მოყვარულებს მოგეწონებათ, რადგან მუზეუმს მოვაგეკი. დეინერის. აქ არის ფიგურები. ტირიონ ლანისტერი გეცნობათ. ძალიან ლამაზ და საინტერესოა ჯერ შემოსასვლელში ვარ და ნელ-ნელა გზადაგზა გაჩვენებთ ყველაფერს. ქოთის მოყვარული თუ ხარ და ხორვატიაში მოხვდები, სპლიტში, აუცილებლად უნდა შემოხვიდეთ და დაათვალიეროთ. კამერაში რა თქმა უნდა იმის ნახევარიც არ ჩანს, რაც რეალურადაა ისეთი ლამაზია ყველაფერი. მივემგზავრებით დუბროვნიკისკენ და გზა ცოტა ხანი გავჩერდით. ლამაზი ადგილები ვნახეთ, ლამაზი ხედები და მინდა ეხლა დრონით გადავიღო რაღაც კადრები. გავუშვათ. Home point updated.
მოტოციკლით ევროტურს როცა გეგმოდი, ხორვატიაში ერთ-ერთ ადგილას ჩემი დიდი ყურადღება მიიქცია ხიდმა, რომელიც არის ძალიან ლამაზ, ძალიან გრძელი, თეთრი, ულამაზესი ხიდი მოკლედ და ეხლა გადავდივართ მაგ ხიდზე. ძალიან მინდა როგორმე შევძლო გაჩერება და დრონით ამ კადრების გადაღება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი ადგილია. ჩამოვედით დუბროვნიკში, როგორც იქნა. ძალიან ლამაზი ადგილებია. ძალიან მომწონს მართლა ხორვატიას, რაღაც წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ეხლად ესეთ ლამაზსაც არ ველოდი, ძალიან მომეწონა. თავიდან რომ შემოვედით. სურათების გადაღება არ ვაცადე გოგოებს და ეხლა თვითონაც გამიფუჭეს კადრი. თავიდან რომ ჩამოვედით ხორვატიაში პირველი წუთების განმავლობაში გახსოვთ, რომ ძალიან უარყოფითად ვიყავი განწყობილი, იმიტომ რომ ძალიან დაღლილზე მთელი ამდენი ხნის განმავლობაში რო გზაში ვიყავით, შემოვედით და სულ შუქნიშანი, აი ძალიან დავიღალეთ მაგ ყველაფერს, მაგრამ ეხლა რომ გამოვედით ცოტა სხვა ადგილებში, სხვა ქალაქებში, დავათვალიერებთ, ხვდები რომ საკმაოდ ლამაზია და ძალიან მომწონს აქაურობა. ძალიან ბევრი მოტოციკლეთი შეგვხვდა გზაში. ძირითადად ადვენჩერები, კრუიზერები და ყველა დამოგზაურობდა. გვხვდებოდა ძირითადად 4-5 ადამიანების ჯგუფი, ასე ვთქვათ. იყვნენ ორიანებიც, მარტო ნაკლებად. საკმაოდ ბევრი შეხვდა. ვერ მოახერხე სამწუხაროდ გადაღება, იმიტომ რომ არ ველოდი ხოლმე ისე ჩაგულიდნენ გზაში. მაგრამ აქ ჯერ კიდე აქ ვარ და შეიძლება ეგ კადრების მოვასწრო მაგების გადაღებას, თუ რამდენი ადამიანი დამოგზაუროს მოტოციკლებით ამ ადგილებში. ჩვენც დაახლოებით 3 კვირაში აქ გავვლით მოტოციკლებით, მაგრამ ამათგან განსხვავებით ჩვენ სპორტბაიკით ვიქნებით. უფრო ხმაურიანები, უფრო ლამაზები და უფრო ყურადღების მისაქცევები ვიქნებით. ერთი სუნი მოქვს, როდის გამოვვლი აქ ჩემი მოტოციკლებით. ძალიან ლამაზი კი აქაურობა, მაგრამ საკმაოდ ძვირია ყველაფერი. არ ველოდი ესეთ ფასებს, ზოგადად ვიცოდი რომ ხორვატია ძვირი იყო, მაგრამ რავი. თლად ამდენს არ ველოდი. მანქანის გაჩერება, ფასიანი გზები, ყველაფერი ძალიან ძვირია. ავტომობილი თუ გიწევთ სიარული, მოემზადეთ ძალიან დიდი ხარჯებისთვის. მაგალითად, პარკინგზე 1 საათი რო გააჩერო, საშუალოდ 5 ევრო მაინც ჩდება. ფასიან გზებზე, საბერძნეთშიც შეგვხვდა ფასიანი გზები, მაგრამ იქ ვიხდიდით 80 ცენტიდან 3 ევრომდე. აქ მინიმალური, რაც გადავიხადეთ, 8 ევრო იყო და 26-30 ევრომდე მოგვიწია ფასიანი გზების გადასახადი. ერთ ადგილას დაგვაჯარიმეს კიდეც 30 ევროთი, ავტომობილი ყავდა როგორც აღმოჩნდა ცუდად გაჩერებული, არა და სხვა მანქანები სადაც იდგნენ, ჩვენც იქ გავაჩერთ. მაგრამ არა უშავს. როგორც ხორვატიის დიდ ნაწილებში და ბევრ ადგილას, ასევე ამ ადგილასაც არის გადაღებული გოთი და ძალიან ბევრი სუვენირები გვხვდება. Game of Thrones-ის მოყვარულებს ძალიან მოგეწონებათ აქაურობა. მაგრამ ძალიან ლამაზი აქაურობა, ძალიან კაი გარემოა და ძალიან მომწონს. ისეთი ადგილია ერთხელ რო არ ყოფნის ნახვა და კიდე რო გინდა ჩამოსვლა და დათვალიერება. აი რაღაც საოცრებაა. ეს კაცი არ ვიცი ვინ არის. როგორი სიმშვიდე, სიწყნარე და სილამაზე. მე აქ კიდევ დავბრუნდები. კიდევ ჩამოვალ აუცილებლად. ერთადერთი რაც მაწუხებს არის სიცხე. ძალიან მაგრად ცხელა. ჯერ აქ არის
12 საათიც არა 12 საკლია 20 წუთი და იწვის ისეთ ხელა და აქ შუადღით რა იქნება წარმოდგენას არ მინდა. როგორც უკვე გითხარით, მოტოციკლებით ვაპირებ აქ გამოვლას დაახლოებით 3 კვირაში და რო ვიცი უკვე რომ შუადღით ეკიპირებით აი აქ შეიძლება გამოვიარო, არ ვიცი რა მდგომარეობაში ვიქნები ვერ აგიხწერთ. მაგრამ ეგ ჯერ მაგამდე დიდი დროა, მანამდე კი აქაურობას დაგათვალიერებინებთ ისევ. აქ გრილდება ხალხი უკვე ჩადიან სხვაში. და სიმართლე გითხრათ მე ძალიან მინდა რომ ეხლა გადავეშო და გადავხდე თავით. დაჟე ტანსაცმლიანიც კი ჩავხტებოდ. ნახეთ როგორი სუფთა ლამაზი წყალია. კატერით გამოვედით ძალიან საოცარ ადგილას, ძალიან სილამაზე კუნძულზე ვართ ახლა გამოსული და კატერს ვინც მართავდა გამოგველაპარაკა საიდან ვიყავით და საქართველოს რო ვახსენე, მაშინ რომ მკითხა UFC-ს მებრძოლი რო ყავთო ქართველიო და თავიდან მეთქი ილია თქო და არა მეორეო და მეთქი მერაბდვალიშვილი თქო და კიო ეგო მაგარი გიჟი კაციო ყინულში რო თავით გადახტაო და რაღაც და ძალიან მესიამოვნდა ქართველებს რო გცნობენ უკვე მე ხვიჩაც ახსენა კვარაცხელია ძალიან გამიხარდა მე მერაბზე საუბრობდით და მეც ვთხარ მეთქი ზოგადად ქართველები ეგეთ გიჟი გადარეულები ვართ მეთქი და მაგის მე ცოტა შეშინებული მიყურებთ. ეხლა დაგათვალიერებინებთ რა ადგილას ვიმყოფებით, აი გასაოცარი ადგილია ვართ, ძალიან სილამაზე. I call you up in the middle of the night, been bothered by dreams, ain't feeling alright. You give me comfort, say just give it some time. By the end of our talk, I'm feeling just fine. You and I will always know where we belong. This ain't no ordinary love we got going on. I'll pick you up in my 59 Ford. We head on down the road until we get bored. Just you and me and the sun and the wind. If the rain should stop falling, we'll head on home again. Everybody else can see where we belong. Oh, ain't no ordinary love we got going on. პირველად ჩემ ცხოვრებაში ამ სიბერეში როგორც იქნა მოვაბი თავი ჩამოვედი ხორვატიაში ზაგრებში და გეი პარადზე არ მომიწია ჩემ ბეჭევეცი ჩემ ხუმროვის გარეშე მართლა დუბროვნიკში ჩამოვედით ახლა ისევ და გეი პარადი დაემთხვა ყველგან მაგათი დროშები ფრიალებდა რაღაც
კონცერტივით ჰქონდათ მოწყობილი და ირგვლივ სულ პოლიციას ჰქონდა შემოღობილი, რომ რამე ინციდენტი არ მომხდარიყო. მაგრამ ქალაქშიც სულ მაგათი დროშები ფრიალებს, ახლა გაჩვენებთ. სხვადასხვა ფერის დროშები ამებში ვერ ვერკვევი, ზუსტად რა რომელს და რაღაც ნიშნავს, მაგრამ ყველას თავისი რაღაც ახსნა აქვს. მაგის განმარტებას ნუ მომთხოვთ ახლა მეგობრებო, წარმოდგენა არ აქვს. წავედით მოკლედ დღეს დავრჩებით ზაგრებში და ხვალ უკვე უნგრეთში გავემგზავრებით ხვალ დილიდან. გუშინ შუადღით დავბრუნდით უნგრეთში. ჩამოვედით და საღამოს ვიყავით კონცერტზე Imagine Dragons-ის. დღეს დილით უკვე გამოვედით დასათვალიერებლად უნგრეთის. ეხლა ვართ დედაქალაქში, აი ეს არის პარლამენტის შენობა და ეხლა გამოვიდით, ნახავთ აქაურობას თუ რა ხდება, არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს. გაჩვენებთ ყველაფერს, რასაც მოვინახულებ. როგორც ხორვატიაში აღვნიშნე, ყველგან არის რემონტი. აქაც ეგეთი ამბავი არ ვიცი რა ხდება. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მთელ ევროპაში თუ რა არის. ყველგან დგას ამ წეები და ყველგან რაღაცაა შეფუთული და ყველგან რაღაცა ან შენდება, ან რემონტდება. არ ვიცი რა პერიოდში მოგვიწია ჩამოსვლა ესეთი, ალბათ სეზონია რამე ეგეთი. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ებრაელებს აქ დააყენებდნენ, ესე ფეხსაცმელებს გახდიდნენ და ავტომატს გადაატარებდნენ. გარდაცვლილები პირდაპირ მდინარეში ცვლიდებოდნენ, ხოლო ფეხსაცმელებს იტოვებდნენ, რადგან შეძლებოდა ძვირფასი ყოფილი იყო ეს ფეხსაცმელი და ან თვითონ გამოეყენებინათ, ან უბრალოდ გაეყიდათ. და მათი ხსოვნის საპატივცემლოდ აქ არის ფეხსაცმელების მონუმენტები. მოსე მდინარის პირას არის ეს ფეხსაცმელების მონუმენტები. პატარა ბავშვის ფეხსაცმელებიც ხდება რამდენიმე. და ესე მდინარეში ცვლიდებოდნენ დახოცილი ებრაელები. დღესდღეობით კი უკვე უამრავი ტურისტი სტუმრობს ამ ადგილს. ნახულობენ თუ რა ხდება და ათვალიერებენ აქაურობას. ზუსტად ამ ადგილას დაახლოებით 20,000-მდე ებრაელი დახოცეს გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. არ მეგონა ჩემზე ასე თუ იმოქმედებდა ეს ყველაფერი, თითქოს თვალწინ დამიდგა ყველაფერი, როგორ იდგნენ, როგორ ესროდნენ, როგორ ცვლიდებოდნენ ეს ყველაფერი, ანუ ბევრი ფილმებიდან უკვე გვაქვს წარმოდგენა რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა რა ეგ ამბები და ეხლა ეს მონუმენტები რომ ნახეთ, თითქოს ჩემ თვალწინ დადგა ეგ ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. რთული იყო საკმაოდ. ახლა ისევ დადებით ნოტაზე დავუბრუნდეთ და დაგათვალიერებინებთ ამ სილამაზეებს, რასაც ახლა მე ვხედავ წინ. მდინარის იქით ხედავთ რა სილამაზეა, ცოტა ხანში ვაპირებთ გადასვლას და ახლოდან დათვალიერებას მაგ ყველაფერს. ბუდაპეშტის ეკლესიაში ვიმყოფები ახლა და პირველად ვნახე ესეთი სანთელი. მეტალის სანთელია და ალბათ შინ ზეთიასხია. და ისე ინთება, ახლა გაჩვენებთ, ესეთი რამ მართლა არ მინახავს არასდროს. აქაც წვია ეს სანთლები 1 ევრო ღირს, შესაძერში უნდა ჩავდო და შემდეგ შეგვიძლია ანთო და ესე გამოიყურება ახლოდა.
ძალიან ბევრი კარგი ლამაზი ადგილები ვნახეთ, ძალიან საინტერესო ადგილები და დღეს აღამოს გვაქვს უკვე ფრენა თბილისში ბრუნდები, მომენატრე ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო და ჩემი მოტოციკლეთიც ძალიან მომენატრე ეცუნო, ჩამოვიდე და გავიარ გამოვიარო. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი რაც ვნახე. ხორვატიაში რო ჩავედით ზაგრებში პირველი ჩემი შეფასება იყო ძალიან ცუდი, რადგან არ მომეწონა, დაღლილი ვიყავი და ეს ბევრმა შუქნიშანმა ძალიან გამაღიზიანა და ძალიან ცუდად ავხწერე ის ქალაქი, მაგრამ მერე რომ ჩამოვიარეთ ისევ დასვენებულზე გავიარ გამოვიარე, დავათვალიერე, ჩემი შეფასება აბსოლუტურად სხვანაირი იყო, ასე რომ დაღლილზე ნურავის და ნურაფერს შეაფასებთ მეგობრებო. ძალიან ლამაზი იყო ხორვატია, ის სასწაული იყო, ძალიან მომეწონა. უნგრეთიც რაც ვნახეთ ძალიან ლამაზი და კარგია, მაგრამ ხორვატიაზე აღფრთოვანებული დავრჩი. აი არ ვიცი როგორ გითხრათ, ძალიან ლამაზი ქვეყანაა და კიდე ბევრჯერ ვესტუმრები დიდი ალბათობით. დღეისათვის სულ ეს იყო. ეხლა მოვემზადებით, ცოტას გამოვვლით და წავალთ უკვე აეროპორტისკენ, რომ თბილისში ჩავფრინდეთ. დიდ მადლობას გიხდით ყველას ყურებისთვის და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. აბა დროებით.